შემკივა მორჩენილი იარა შენ მიხმედა თავს გახლებერთო ხას უსინჯავს სიტყვას როგორც იარაღს ჩემს საყვარელი ადონებს ვერ ვთმო იმერლების იმერლობა კი არა გურულების გურულობა კი მოგესალმებით 5 სექტემბერს გახდა გოგიდოლიძე 70 წლის აი როგორ გაიხსენებდით თქვენ ხართ გოგიდოლიძის მეზობელი და როგორ გაიხსენებდით გოგიდოლიძეს როგორი მეგობარი იყო როგორი მეზობელი და ეს თავარია როგორი მომღერალი და არტისტი გოგის უცნობ ძალიან პატარობიდან გოგი იყო თვითონ პატარა მე რომ აქ მოვედი საცხოვრებლად თითქმის ჩემ თვალწინ გაიზარდა გოგი იყო საერთოდ პიროვნება რომელსაც ადამიანი უყვარდა ტკიოდა მასაც ტკიოდა ტკიოდი ისიც ჩემთან ერთად ტკიოდა იცნოდი ისიც ჩემთან ერთად იცნოდა გოგი იყო საოცარი პიროვნება ადამიანის სული და გული და როგორც მომღერალი ახლა მაგას ჩემი შეფასება რაში უნდა მე მაგალითად დღესაც გოგის სიმღერებს ცრემლებით ვისმენ გოგის სიმღერა არის სადმე ცრემლები მომდის ის ისეთი ძვირფასი მომღერალი და პიროვნება იყო აი რომ კურიოზ თუ გაიხსენებდით თქვენი და გოგის მეზობლობიდან და მეგობრობიდან თუ არის ასეთი რამე არა კურიოზი არაფერი ანუ ორი ადამიანი იყო აი ანეკდოტები ხუმრობები კი ესენი ყველაფერი რა ვიცი ახლა ეს გამოდგება თუ არა გოგისთან ისინი ვინიყვნენ რომღერ ეკამამალაძე არა გუნდი რო იყო შვიდკაცა ხო გოგისთან იყვნენ სულ და იქ მეცადი მეურე რეპეტიციებს გათიოდნენ და ჩემი მეუღლე მაშინ აფხაზეთის ომში იყო და მოდის და მეუბნება და სიგარეტი ხო არ დარჩა მე რა საჭირო და ვუთხარი გოგი ფილტრიანი არა მაგრამ უფილტრო უჯრა სასწრაფო მოიტა კაცო ბოლი ხო გასდისო ეს ნამდვილად კარგი ხუმრობა ეს და ერთხელ შვილი მყავდა ავად რაღაც გოგონას თვალზე ქონდა პრობლემა და იქ უნახა თვალის კლინიკაში გვერდიდან არ მომწდა არ მინდა გოგი ვეხვეწებოდი ჩემი ძმა ჩემთან არის მანქანა და აი გადამყვა თან ყველას უთხრა რომ ეს ჩემიანია და უფრო კარგად მიხედეთ და ყველაფერი მოკლედ აი რა ვიცი რა შეიძლება კიდე ითქვას აი ხომ გეუბნებით ადამიანის სული და გული იყო გოგი მე მახსოვს ასეთი რამ თბილისიდან ადამიანი მიდიოდა ბათუმში მაგრამ გოგი მის აიყვანა მართალია ის ბათუმში არ მიდიოდა მაგრამ მან ის აიყვანა აი დიახ აიყვანა და შემდეგ ბათუმში ვთქვა რომ მე აქ არ მოვდიოდი მაგრამ შენს გამო მე ეს გავაკეთე აი ამ პატარა ასე ვთქვათ ისტორიიდანაც ის ჩანს გოგის ადამიანობა გოგის კაცობა და გოგის გული კი გოგის შეეძლო ეს გაეკეთებინა და ნამდვილად მჯერავს და რატო როცა სასტრაფოები არ იყო როცა ექიმს ვერ გამოუძახებდი და რო გჭირდებოდა სამედიცინო დახმარება სასტრაფო მოვიდოდი შეიძლება დღეს გამოძახებული ხვალმოსულიყო და მეზობელი გაუხდა გოგის ავად თემური ერქვა იმ ბიჭს ღმერთმა ნათლში ამყოფოს ერთიც და მეორეც და გოგი სირბილით გაიქცა მეშვიდე საავადმყოფოში მას ეჭირა ხელში ის ჩემოდნები თუ რაშიდაც იყო ის ექიმი უკან ექიმი მოსდებდა და წინ გოგი მორბოდა ამ ჩემოდნებით ორივე ხელში ეჭირა ეს აპარატურა იყო თუ რა იყო რა სჭირდებოდა იმ მომენტში და ესე იგი სირბილით ქოშინით მოვიდა
და დაეხმარა იმ ბიჭს ის გადაარჩინა ნუმერი კი გარდაიცვალა წლების მერე, მაგრამ გოგიმ ეს გააკეთა. ეს შეეძლო მას ყოველთვის, აი შენთვის ყველაფერს გააკეთა. რა ხომ გეუბნები თუ შენ შეხედავდა მოწყენილი თვითონაც მოიწენდა, თუ ცრემლი ჰქონდა თვითონაც წერილი მოსდიოდა. აი ესეთი პიროვნება იყო. ძალიან დიდი მადლობა. გოგი, რომელიც დააკვდა მარტო ქალაქს და საქართველოს კი არა, ჩვენც დააკვდა ყველას და ამ ქუჩასაც და ძალიან დიდი მადლობა. ასეთი თბილი ადამიანის, ასეთი კაცი ადამიანის და ასეთი უბრალოდ ადამიანის გახსენებაში. ძალიან დიდი მადლობა. გაიხადეთ. როგორ გაიხსენებდით გოგი დოლიძეს, როგორც ადამიანს, როგორც მომღერალს და როგორც პიროვნებას? გოგი დოლიძე იყო შესანიშნავი ადამიანი პირველ რიგში. შესანიშნავი, კარგი მეზობელი, მეგობარი და კარგი მომღერალი, რომელსაც იცნობდა მსოფლიო. მას ჰქონდა დიდებული კარგი ოჯახი, კარგი მამა ჰყავდა, ძირითადად მაგას ვიცნობდი უფრო კარგად, ჩემთანაც ჰქონდა ურთიერთობა და იყო შესანიშნავი ოჯახის პატრონის სუპრა. ყველას ახსოვს მისი სიმღერები, მისი მეზობლობა, მისი მეგობრობა და სულ ყველა ჩვენი ახლობელი და მეზობელი მოიხსენიებს ყოველთვის კარგად და კარგად. მისი სახელობის არის ახლა ჩვენი ქუჩა, რომელიც და სადაც გაიზარდა გოგი დოლიძე. ძვირფასი ადამიანი.